კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ვებსოთხზე, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი სინგაპურში დასრულდა. 2 დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს დელეგაციის წევრებმა მაღალი რანგის შეხვედრები გამართეს. მხარეები შეჯერდნენ, რომ ქვეყნებს შორის გაღრმავდება ურთიერთობები, განხილვის პროცესშია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება. ირაკლი კობახიძემ სინგაპურში შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. საუბარი შეეხო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. ნუცა კოროშინაძე გვერდდება თემის დეტალებით სინგაპურიდან პირდაპირ ეთერში. შეხვედრები სინგაპურის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან და 30-მდე უმსხვილესი ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებთან. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი სინგაპურში დასრულდა. 2 დღის განმავლობაში საკმაოდ მაღალი რანგის შეხვედრები გამართეს დელეგაციის წევრებმა, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობდა. მათ შორის შეხვედრები გაიმართა როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური შეხვდა, როგორც უკვე აღნიშნეთ, პრეზიდენტს, მთავრობის მეთაურს, პარლამენტის სპიკერს. შეხვედრებზე განხილვის მთავარი საკითხი გახდა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივა სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის შეხვედრები გაიმართა უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს დელეგაციამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი და ის გარემო გააცნეს, რომელიც საქართველოს გააჩნია. რატომ არის საქართველოს მიმზიდველი საერთაშორისო ინვესტორებისათვის? ეს გუშინ არაერთხელ გაჟღერდა. მათ შორის ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა ის მოქნილი საგადასახადო სისტემა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობის მეთაურის ვიზიტი სინგაპურში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან როგორც საქართველოს, ასევე სინგაპური თავთავიანთ რეგიონებში სალიდერო პოზიციებს ართმობენ. შესაბამისად, სინგაპურის გამოცდილების გაზიარება ჩვენი ქვეყნისათვის არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, არსებობს მყარი საფუძველი იმის, რომ აღნიშნული ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან როგორც საქართველოს, ასევე სინგაპურს გააჩნიათ ერთნაირი ხედვები ღია ეკონომიკის და ვაჭრობის მიმართულებით. შედგა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური თანამშრომლობა სინგაპურთან და ასევე გვაქვს მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა არის დიდი პოტენციალი და სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი. წელს პირველი თვეების განმავლობაში გასულ წელთან შედარებით არის მნიშვნელოვნად გაზრდილი საوجრო ურთიერთობები და ახლობით 2.5-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი საქართველოსთან და გვინდა რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად წავახალისოთ. გვქონდა ასევე საუბარი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე, ეს არის მათ შორის განათლების სფერო, ეს არის ჯანდაცვის სფერო. აქ სინგაპურს აქვს გამორჩეული გამოცდილება, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის კუთხით განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში. ეს გამოცდილება ჩვენთვის იქნება ძალიან სასარგებლო. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ბიზნესებს შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე და ინვესტიციების მნიშვნელობაზე საქართველოში. დაახლოებით 30-მდე კომპანია არის სინგაპურიდან, რომელიც დღეს ოპერირებს საქართველოში და მათ აქვს ძალიან წარმატებული გამოცდილება საქართველოში ბიზნესის კეთების და რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება გაუზიარეთ სხვა კომპანიებსაც და დარწმუნებული ვართ, რომ ეს შეხვედრა ხელშეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოსიდვას სინგაპურიდან, რაც იქნება ჩვენთვის მონებრივია ძალიან საინტერესო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეგრეთ წოდებული ფინტექის მიმართულებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კუთხით ძალიან საინტერესო იქნება სინგაპურთან თანამშრომლობა. შევეხეთ ამ ყველა საკითხს და ასევე გვქონდა შეხვედრა კომპანია ჩანგის წარმომადგენლებთან. თქვენ იცით, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. სინგაპურის აეროპორტი გამოირჩევა მსოფლიო მასშტაბით აეროპორტებს შორის თავისი მომსახურების უმაღლესი დონით, ინფრასტრუქტურის უმაღლესი ხარისხით და რა თქმა უნდა მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება ამ მიმართულებით. შევეხეთ ძალიან ფართო სპექტრს მთლიანობაში ჩვენი პოტენციური თანამშრომლობის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. სინგაპური არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის. სინგაპური არის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკა, აქვს საუკეთესო გამოცდილება ბევრ სფეროში, ვისაუბრე ავიაციის მიმართულებაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე
ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ჯანდაცვა, განათლება, ყველა მიმართულებით საქართველოში ძალიან მომგებიანი იქნება. ამ თანამშრომლობის გაღრმავება პირველ რიგში იმისათვის, რომ ჩვენ უკეთავით ვისო ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი. ჩემს კოლეგებსაც, მინისტრებსაც ჰქონდათ შეხვედრები საკუთარ სინგაპურელ კოლეგებთან, როგორც ეკონომიკის მინისტრს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს, მათაც ჰქონდათ საუბარი კონკრეტულ დეტალებზე, რაც დაკავშირებულია ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებასთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მოიტანს ხელშესახებების შედეგებს თან ახლო მომავალში. როგორც უკვე აღნიშნეთ, საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი სინგაპურში დასრულდა 2 დღის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდათ. მათ შორის დელეგაციაში მყოფ სახელმწიფო მინისტრებთან, როგორც ეკონომიკის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. მადლობა ნუცა კოროშინაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში დიპლომატიური მისიის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ბერლინში ვილა ბორსიგში ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა და წმუნებათა სიგელები გადასცა. ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში მხარებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიას შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. შეანიშნულ შეხვედრამდე კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან წაიშალა მცდარი ინფორმაცია, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იყო მოხსენიებული. ოფიციალური ბერლინის მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შემდეგ თბილისში იმედოვნებენ, რომ საქართველოს გერმანიას შორის ურთიერთობები გადაიტვირთება და ჯანსაღი დიალოგის ფორმას დაუბრუნდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობების გადატვირთვა. თქვენ იცით, რომ ყოფილმა ელჩმა ძალიან ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. გერმანია საქართველოსთვის იყო ტრადიციულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი 90-იანი წლებიდან მოყოლებული. გერმანია ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს განვითარებაში და ჩვენ გვინდა რომ დაუბრუნდეთ ურთიერთობების ანალოგიურ დადებით დინამიკას. შეიცვალა გერმანიის ელჩი საქართველოში, რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს ჩვენმა ელჩმა გერმანიაში და იმედი გვაქვს რომ ეს ნაბიჯები ხელშეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას. საქართველოს პრეზიდენტმა ჩინეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მიხაილ ყავილაშვილმა ჭოუციანს საქართველოს დიპლომატიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობების დინამიკა ელჩის დიპლომატიური მისიის პერიოდში, მათ შორის ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევაც. საუბარი შეეხო იმ პრაქტიკულ შედეგებსაც, რომლებიც პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას მოჰყვა, ორმხრივი ვიზო რეჟიმის ამოქმედება, პირდაპირ საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და გაფართოება სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში კავშირების გაძლიერება, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება და უმაღლესი განათლების დიპლომების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება. ყურადღება დაეთმო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას და შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას. ვერაზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე დაკავებული ნიკა კაპანაძე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში რჩება. ექიმის ინფორმაციით 42 წლის მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამავე კლინიკაში იმყოფებოდა სროლის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პირი, რომელიც კლინიკიდან უკვე გაწერეს. რაც შეეხება დაშავებულ 2 ახალგაზრდას, ისინი კლინიკა ჰელსიკორში აგრძელებენ მკურნალობას, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქმეზე გამოძიება 2 ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენი ინფორმაციით დაკავებული ნიკოლოზ კაპანაძე ლილოს მხარდამჭერი აქტივისტი და პარტიის წევრის გიორგი სიორიძის სახლო მეგობარია. ჩვენ ვცდილობთ გიორგი სიორიძესთან დაკავშირებას და დეტალების დაზუსტებას. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 42 წლის მამაკაცი მარცხენა ხელის მეორე თითის ამპუტაციით. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, გაუკეთდა ოპერაცია, ტაკვის ფორმირება. ამ ეტაპზე პაციენტი მოთავსებულია განყოფილებაში. ქირურგის, ტრავმატოლოგის, ანგიოქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ მისი მდგომარეობა არის სტაბილური. ნათელი ცნობიერებით არის კონტაქტური, ადეკვატური. თუ რამე მართ შეგვიშალა ხელი და სამედიცინო თვალსაზრისით ყველაფერი იქნა დამაკმაყოფილებელი, იგეგმება ხვალ მაქსიმუმ ზეგ მისი გაწევა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალა და ონისე ოქრიაშვილს. მომხდარიდან მალევე ვაკე საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, სიტყვიერი დააპირისპირება აქტივისტ ოქრიაშვილის მიმართ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის ფაქტზე დასმულ კითხვას მოჰყვა, რომელიც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გუშინ ღამე თვითონ მივიდა სამმართველოში თანამშრომლობის გამოძიებასთან დაპირისპირება მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემმა დაშკრა ყოფნა იცნო ეს აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი და გამოელაპარაკა მას, კერძოდ უთხრა, რომ შენ ის არა ხარ ნოდარ დუმბაძე რო აგინეო და მეტის აგინებელი ვერ ნახე და მოკლედ რა თქვა ამის გამო დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და აქტივისტ ონისე ოქრიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე კეთდება შეფასებებით. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის ძალადობა მიუღებელია და მათი თქმით ყველა კონფლიქტი სიტყვიერად ძალადობის გარეშე უნდა მოგვარდეს. თუმცა კანონმდებლები ამავდროულად ყველას მოუწოდებენ და ხაზს უსვამენ იმას, რომ მიუღებელია შეურაცხყოფელი საუბარი, გინება, ავტორიტეტების დაკნინება, რადგან ასეთი შეურაცხყოფელი რიტორიკის მიმართ საზოგადოებას მწვავე რეაქცია აქვს. მიუღებელია ძალადობა, რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, ფაქტორით იყოს ეს განსაზღვრული. კიდევ ერთხელ მე ყველას მოუწოდებ, რომ მაქსიმალურად სიტყვით, მაქსიმალურად აი რაღაც ურთიერთდანდობით იყოს ეს ურთიერთობები გარკვეული ერთ-ერთის მხრივ. ხოლო მეორეს მხრივ მე ყველას ამავე დროს მოუწოდებ, რომ არ შეიძლება იმ ადამიანებს, რომელიც საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის, ეს იქნებიან მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტები, თუ არ აქვს მნიშვნელობა, არ შეიძლება უდიერად მოხსენიება, არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება. კიდევ ერთხელ, რომ პატივი ვცეთ ჩვენს ენას, მამულს, სარწმუნოებას, ეკლესიას, ჩვენს პოეტებს, მწერლებს, ეს არის სწორი მიდგომა. ნებისმიერ ტიპის ძალადობას, რა თქმა უნდა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ვგმობთ და შეეხება ზოგადად აი ამ პოლიტიკურ კლიმატს, რომელიც შექმნა რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი რადიკალური და უარყოფითი PR კამპანიებით და სიძულვილის ენის ძალიან აქტიური გამოყენებით პოლიტიკურ სივრცეში, ისტორიული პერსონების მიმართ და აი ამ ადამიანების მიმართ მათი კამპანია, რა თქმა უნდა, იწვევს საზოგადოების გულისწყრომას და საზოგადოების გაღიზიანებას. შესაბამისად, ჩვენ უნდა პირველ რიგში ვეძებოთ მიზეზშედეგობრივი კავშირი. მიხეილ სააკაშვილი ეკაგი გაურს უპირისპირდება. სააკაშვილი სამარცხინოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიში სპორტდიპარტამენტად არ არის მოხსენიებული. ნაცმოძრაობის ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციებს არა გულწრფელ და არა ეფექტურ გრანტი ჭამიებს უწოდებს. ლიდერის პოზიციას იზერებენ ნაციონალურ მოძრაობაში და ამბობენ, რომ ეკაგი გაურის ორგანიზაცია უსამართლო და თავხედური კამპანიით საკუთარ რეპუტაციას აზიანებს. მართლ გუნდში ხაზს უსვამენ, რომ ქვეყანას ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სპორტდიპარტამენტი არასდროს ყოლია. რაც შეეხება გიგაურის სააკაშვილის კომპლექსს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობამ უცხოელი პატრონებისგან მიღებული დავალების შესაბამისად იმოქმედა, რაც კარეაქტორების მხრიდან სააკაშვილის ფაქტორის უკანა პლანზე გაწევას მიუთითებს. სრულიად სამარცხინოდ ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატი მართა სიაში. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პოლიტიკა უნდა განახლდეს და მათი ხელმძღვანელები რატომღაც 15-20 წელი არიან მომსხდარი ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელ თანამდებობებზე, თავისი კარგი ცხოვრებით. სწორედ ამიტომ არანაირი ავტორიტეტი ხალხში თქვენ არ გაქვთ. ხალხი თქვენ გთვლით არა გულწრფელ, არა ეფექტურ გრანტი ჭამიებად. ვთხოვ ყველა სამართლიან ადამიანს საკმარისი პასუხი გასცეს ამ ცრუ გამჭვირვალობას, სირცხვილი მათ. ზოგად პოზიციასაც ატარებს ეს სტატუსი სრულიად ვიზიარე. აქ არ არის მიხეილ სააკაშვილი, არანაირი პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი გამართლება ამ ამბავს არ აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რეპუტაციის ორგანიზაციაც კი ამ ანტიმიშა კამპანიას თავს ვერ ანებებს, რის გამოც უბრალოდ საკუთარ თავს იზიანებს, საკუთარ რეპუტაციას იზიანებს. ბევრი შეცდომა დაუშვია და უშვებენ ეხლა შეცდომა. ჩვენ ვამხელთ და ვიზახით სიმართლეს. რაც შეეხება გრანტების ათვისებასთან დაკავშირებით მის ეპითეტს, რაც შეეხება ზოგად
შეფასებას ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ. თავი ჩვენთვის რა არის, რომ აგენტურის შიგნით ღრმავდება ძალიან დაპირისპირება და ეს გააჯანსაღებს ჩვენთან დემოკრატიულ პროცესებს, ასე ვფიქრობ, საქართველოში გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან უნდა იღებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვს სახალხო მანდატი. აქ საუბარია დაპირისპირებაზე ადამიანებს შორის, რომლებსაც საერთოდ არავითარი სახალხო მანდატი არ აქვს, თუმცა ისინი ჩვენ გამოგვიცხადეს საქართველოში პოლიტიკის შემქმნელებად. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ვერ შექმნიან ვერც მომავალში ქართულ პოლიტიკას, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი. საქართველოს ჩვენი მმართველობის დროს არც ყოლია და არც ეყოლება პოლიტპატიმარი. თითოეული ადამიანი იხდის სასჯელს კონკრეტული დანაშაულობების გამო. ეთყობა კაპიტანმა გიგაურმა, რაც მიიღო სპისოკში არ ეწერა სააკაშვილი, ჩამოწერილია. იქიდანაც კი ჩამოწერილია და სერიოზულად აღიქვამენ უკვე სააკაშვილს, ხო? და ასე რომ აი ბელადის მე მგონი აღზევება წარსულს ბარდება უკვე ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში. დარჩა ასე ლუზერად, რაც იყო თავიდან ბოლომდე. შენ როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ, შენი ხალხის წინააღმდეგ, შენი ტრადიციების, ეკლესიის წინააღმდეგ გაილაშქრე. ბუნებრივია შენებიც კი მიგატოვები. აი ეს უსამშობლოები კაპიტანი გიგაური და მისი მთელი აგენტურა რაც არის, როგორც ამბობენ, ხო? ისინიც კი არ გაგითვალისწინებენ. მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით საუბარი ერთის მხრივ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული, მეორე მხრივ პოლიტიკურ საფუძველს არის მოკლებული. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში ქალბატონი კაპიტანი გიგაური მართალია, ხოლო მეორე მხრივ რაც შეეხება ბატონ მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას, მიხეილ სააკაშვილის თავის მხრივ მართალია, იმდენადაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს არასოდეს არ ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესებს, ის ყოველთვის ორიენტირებული იყო თავის უცხოელ პატრონებზე და დამკვეთებზე. სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტზე დღეს თელავის რაიონულმა სასამართლომ მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე განიხილა, რომელმაც საჯარო სივრცეში ირაკლი ჩიმაკაძეს შეურაცხყოფა მიაყენა. მოსამართლე მის კანონდარღვევას ცნო და 2000 ლარიანი ჯარიმა დააკრისა. პროცესი ესწრებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარების ავტორობა დაადასტურა. სიტყვა შეურაცხყოფა მიაყენა სამართალმსაჯულოს წარმომადგენელს ბატონმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა სოციალურ ქსელში. თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა აღნიშნული საქმე, ცნო პიროვნება სამართალთან მოყვა და sakit განსაზღვრო ჯარიმა 2000 ლარის ოდენი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ვახო სანაიას დაკავების ფაქტზე კომენტარი გააკეთა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სანაია ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შეურაცხყოფა ვერ იქნება გასაღებული როგორც გამოხატვის თავისუფლება. მათ აქვს პოლიტიკური დაკვეთა. პოლიტიკური დაკვეთა არის ის, რომ მათ უნდა გააღვივონ საქართველოს ხელოვნურად სიძულვილი დაპირისპირება, უნდა შექმნან ასეთი აგრესიული გარემო, რა თქმა უნდა ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის ეროვნული ამოცანა. ხო, ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ არავის მივცეთ გარედან ხელოვნურად საქართველოში აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება. აქ ფორმალურ სტატუსებს მნიშვნელობა არ აქვს, ფორმალურად ადამიანს ერქმევა ჟურნალისტი თუ რაიმე სხვა, რა თქმა უნდა არავის არ უნდა მივცეთ ჩვენ აგრესიის სიძულვილის გაღვივების საშუალება. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში სწორედ ასე თანასწორად იმოქმედა შესაბამისმა უწყებამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დეპარტამენტმა. ამ დეპარტამენტის საქმიანობა არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქმე ეხება ეროვნულ ამოცანას, ეროვნული მნიშვნელობის ამოცანას. ჩვენ არავის მივცეთ გარედან სიძულვილისა და აგრესიის თავსმოხვევის საშუალება. სოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ანაკლის ღრმაწლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. სტუმრებმა სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და პორტისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ლენდლორდის მოდელის უპირატესობები განიხილეს, რომელიც სახელმწიფო პორტს რამდენიმე პარტნიორთან თანამშრომლობით განვითარებისა და ტვირთბრუნვის ზრდას უწყობს ხელს. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ანაკლემ და მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
ყველა აღიარებს საქართველოს მზარდ როლს შავ ზღვაზე, სწორედ ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ტვირთების ზრდა ცალსახაა ჩვენს დერეფანში და რაც მთავარია, ჩვენ სწორი ინფრასტრუქტურის განვითარებით, სწორი მოდელით უნდა შევძლოთ ის, რომ დერეფანში უფრო მეტი ტვირთი მოვიზიდოთ და საქართველოს როლი კიდევ უფრო გავაძლიეროთ, როგორც სატრანსპორტო დერეფანს. დღეს ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად გქონდა ვიზიტი, ბანკები საკმაოდ აქტიურად არიან დაინტერესებული პროექტის დაფინანსებაში. კერძოდ მას შემდეგ, რაც ლენდლორდის მოდელზე მოხდა გადასვლა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი მსოფლიოს მასშტაბით და მსოფლიოში წარმატებული პორტების დიდი უმრავლესობა არის ლენდლორდის მოდელით განვითარებული. იმედი გვაქვს, რომ ანაკლის პროექტიც ერთ-ერთი მათგანი იქნება და ჩვენ ახლო მომავალში უკვე დავიწყებთ შერჩევის პროცედურას კერძო ინვესტორისთვის, კერძო ოპერატორი კომპანიებისთვის, სხვადასხვა ტერმინალებისთვის და აქ საუბარია როგორც საკონტეინერო ტერმინალზე, ასევე მშრალი ტვირთის ტერმინალებზე. ანაკლის სპორტის მშენებლობის საკითხზე დღეს მთავრობის მეთაურმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით პორტის ეფექტიანად ამოქმედებისთვის საქართველოს მთავრობა მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარეს ესაუბროს. რაც შეეხება მართვის მოდელს, პრემიერ-მინისტრის განცხადებით ახალი მოდელით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთების მაქსიმალურად ეფექტურად მოზიდვა. ჩვენ რა თქმა უნდა ამსად ვართ ვესაუბროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს იმისათვის რომ მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველყოთ ამ პორტის ამოქმედება. მთავარი პორტის ფუნქციონირებისთვის არის ტვირთების მოზიდვა, ვინც უკეთეს პირობებს შემოგთავაზებს, რა თქმა უნდა მასთან დავამყარებთ შესაბამის ურთიერთობებს. ახალი მოდელი არის ოპტიმალური იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს ერთი მხრივ ეროვნული ინტერესების დაცვა, პორტი იქნება მთლიანად ქართული და ამასთან ერთად ჩვენ ეს მოდელი გვაძლევს იმის საშუალებას რომ მრავალი სუბიექტი ჩავთოთ ის ფუნქციონირებაში, შესაბამის დაინტერესებული მხარეები, დაინტერესებული სახელმწიფოები და კომპანიები, შესაბამისად კიდევ ერთხელ აქ იქნება უზრუნველყოფილი როგორც ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესების დაცვა, ისევე ტვირთების მაქსიმალურად ეფექტიანად მოზიდვა და შესაბამისად ეს არის ოპტიმალური მოდელი, რომელიც შემოგთავაზა ეკონომიკის სამინისტრომ და რომელიც დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. აჭარაში ძვლის ტვინის პირველი ტრანსპლანტაცია წარმატებით ჩატარდა. სერვისი ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ამოქმედა, რომლითაც უკვე 2 პაციენტმა ისარგებლა. ახალი სამედიცინო მიმართულების დანერგვა პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობა ადგილზე რეგიონიდან და ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2019 წლიდან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას 125.235 ლარის ფარგლებში აფინანსებს, როგორც საქართველოს ისე უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში. დღემდე პროგრამით 98 პაციენტმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 13.300.000 ლარზე მეტი გამოიყო. მიმდინარე წელს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია 7 პაციენტს დაუფინანსდა, რაზეც დაახლოებით 1 მილიონი ლარი მიიმართა. დღეიდან უკვე გვაქვს იმის შესაძლებლობა და ჩვენს პაციენტებს აქვთ იმის შესაძლებლობა ბათუმში, საკუთარ ქალაქში, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მიიღონ ეს სერვისი საკმაოდ კვალიფიციურ დონეზე. საერთაშორისო ექსპერტები ჩართული გახლავთ ამ სერვისის განხორციელებაში. დაფინანსების მოცულობა მერყეობს 125.000-დან 235.000 ლარამდე და დამოკიდებულია ტრანსპლანტაციის სახეობაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის სწორედ იმ შედეგის გარანტია, რაც აი ამ პაციენტებს აუცილებლად ესაჭიროებათ მკურნალობის პერიოდში. სერვისს ვაუმჯობესებთ ყოველდღე, ვცდილობთ ჩვენს რომ ფეხი აუდგათ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს და განვითარების ეტაპებს, რასაც ჩვენ მედიცინა გადის. ჩატარდა ეს ტრანსპლანტაცია, რის შედეგად აი უკვე გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, მყარად დგას ფეხზე. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუძაღლების სტერილიზაცია, ჩიპირება და ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიებებს ტენდერით გამოვლენილი კერძო ვეტერინარული დაწესებულებები ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ვეტერინარული მანიპულაციები ტარდება როგორც სტაციონარულ, ასევე მობილურ კლინიკებსა და საველე პირობებში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მუდმივად აკვირდებიან პროცესს, რათა პროცედურების სტანდარტების სრული დაცვის და სტერილურ პირობებში ჩატარდეს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების ჩატარების განლეგი წინასწარ ქვეყნდება Facebook პლატფორმაზე ცხოველების მეპატრონეებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.
პროგრამა გულისხმობს პატრონიანი ძუძაღლების სტერილიზაციას, იდენტიფიკაცია, ჩიპირებას და მათ რეგისტრაციას ერთიან მონაცემთა ბაზაში. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცესი არის სრულიად უფასო. პროცესის მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო რეგულარულად ახორციელებს. დღეს ადგილზე გავიცანი სამტრედიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სტერილიზაციის პროცესს და მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ ეფექტურად და სათანადო წესების დაცვით. სოციალური ქსელიდან გავიგე ინფორმაცია, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით სამტრედიაში ჩამოვიდოდა დღეს მობილური ვეტკლინიკა და მოხდებოდა პატრონიანი ძუძუგების სტერილიზაცია. სრულიად უსასყიდლოდ და ამავე დროს მათი რეგისტრაცია. ეს არის მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის შემცირების ერთადერთი და ჰუმანური გზა. ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით ზაფხულის პერიოდში მატულობს ნაწლავთა ინფექციების შესაბამისად აუცილებელია პროდუქტების შენახვა, სწორი გამოყენება და მომზადება. მზასაკვები ოთახის ტემპერატურაზე არ უნდა ინახებოდეს 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ ერთხელ შეასწავლებს მოსახლეობას, რომ ინფექციების პრევენციისთვის ფუნდამენტურია პირადი ჰიგიენა. ზაფხულის ცხელ პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით ყოველთვის მატულობს ხოლმე ნაწლავთა მწვავე ინფექციებისა და საკვების მიერი მოშხამოების რაოდენობა. განცალკევებით უნდა ინახებოდეს ულმი და მზაპროდუქტები და მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი მათი ურთიერთშეხებას ნებისმიერ გარემოში. მზაპროდუქტები და საკვები ოთახის ტემპერატურაზე არ უნდა ინახებოდეს 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში და უნდა განთავსდეს აუცილებლად ცივ გარემოში. მოხმარების წინ პროდუქტი, რომელიც თბილად გამოიყენება, უნდა კარგად გაცხელდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ის უსაფრთხო. პროდუქტის მომზადებამდე აუცილებლად უნდა მოხდეს ხელების სრულფასოვანი კარგი გასუფთავება სუფთა სანდო ხარისხის წყლით და ასევე კვების წინ ნებისმიერმა ადამიანმა საგულდაგულოდ უნდა დაიბანოს ხელები. განსაკუთრებული ყურადღების საგანი არის წყალი და წყლის მოხმარება ადამიანების მიერ, იგულისხმება როგორც სასმელი, ასევე რეკრეაციული წყალი. ეს ყოველი ინფორმაცია 4-ზე მე ამით გემშვიდობებით და ელოდეთ ჩიცას დღის თავის სახლების შესახებ ანაშორდებ რომ სლად მოგიყვებათ ნახვამდის.